ჩვენ გამოვიკვლიეთ ჩანაწერი ტექნიკური ანალიზისა და სასამართლო ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით, რათა დაგვედგინა არის ეს ჭეშმარიტი საუბარი, თუ როგორც ამას საუბრის მონაწილეები ამტკიცებენ პრეზიდენტ სააკაშვილთან გადაცემის დაკავშირების მიზნით შექმნილი ფაბრიკაცია. ეს არის დასკვნის შესავალი, რომლის ჩატარებაც ბრიტანულ კომპანიას მემარჯვენეების ლიდერმა შეუკვეთა. კომპანია GPW ჩანაწერის ტექნიკური ანალიზისთვის BSB Forensics-ის სპეციალისტი პოლ ჯეი გრონინგერი დაიქირავა. ლინგვისტური ანალიზისთვის კი ექსპერტები იზაბელ პაკორნელი და დონალდ რეიფელდი. ქართველოლოგებსა და ტექნიკურ ექსპერტებს უნდა დაედგინათ, არის თუ არა ნამდვილი ჩანაწერი, რომელშიც ერთმანეთს გიორგი არველაძე და ეკა წამალაშვილი ესაუბრებიან. მიშამ მელაპარაკებოდა რა გუში რა. ხო ისე გავალ როგორც ქრონიკა და მეუხარე ოთქო, მაგრამ წინასწარ თქო ტოკ-შოუზე იკითხიან თქო, რა აი ჩვენ ესეთი მოდელიერება გავაკეთეთ და რაღაცა თქო რა. და აუ ეკო არ თქო რა ისევ მუღამს დაუკარგავსო პირიქით. აი მე ისე კოდექსში არის მეცემეტე მუხლი თქო. просто გიჩვლებენ გიორგი. ლინგვისტური ანალიზის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჩანაწერი ნამდვილია, თუმცა შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები, რომლებიც მიუთითებს, რომ ის შესაძლოა გადაკეთებული იყოს. ეს შეუსაბამობები შესაძლოა მიუთითებდეს ჩანაწერის ნაწილის წაშლაზე, მაგრამ ჩანართების ან დამატებების ნიშანი არ არსებობს. ტექნიკური ანალიზის თანახმად თითოეული მოსაუბრე ჩაწერილია ცალკეულ არხზე. ეს მიუთითებს, რომ ჩანაწერი ძირითადად სატელეფონო სადგურში გაკეთდა. ამავე დასკვნაში ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჩანაწერში ქალი მოსაუბრის ხმის იგულისხმება ქალბატონი ეკა წამალაშვილი, უკეთესი ხარისხი უნდა მიუთითებდეს ჩანაწერის სწორედ მის მხარეს იგულისხმება სიახლოვეს სატელეფონო სადგურისა შესრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს ბატონი არველაძე იმყოფებოდა ქალაქ სტამბულში. გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის ჩამწერი აპარატულის თბილისის რომელიმე ცენტრალურ სატელეფონო სადგურში განთავსება იმედი მაქვს პრაქტიკულად შეუძლებელია, შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ჩანაწერი ქართული სპეცსამსახურების გაკეთებულია. სატელეფონო ჩანაწერი იმიტირებული ქრონიკის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტ გვერდ sarokka.net-ზე, მოგვიანებით კი ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. საუბარში არველაძე და წამალაშვილი 13 მარტის სპეციალურ გადაცემას გეგმავდნენ. გიორგი არველაძე მას იმავე დღეს უწოდა ფაბრიკაცია. მოგვიანებით მაესტროსთვის მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ მსგავსი საუბარი შესაძლოა მართლაც ყოფილიყო, თუმცა სააკაშვილი ნახსენები არ ყოფილა. იმ საუბრის რაღაც ნაწილები, გარკვეული რაღაც ფრაგმენტები იყო რეალური ჩემსა და ეკას შორის, პრეზიდენტი ნახსენები არ ყოფილა და საერთოდ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გამომცხადო, რომ ჩვენ ტელევიზიაში გადაცემების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობენ. ლინგვისტური ანალიზის თანახმად ბრიტანულმა კომპანიამ დაადგინა, რომ საუბარში, სადაც ნახსენებია მიხეილ სააკაშვილი, შეინიშნება მცირე შეუსაბამობა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მსუბუქ ჩარევაზე წაშლის გზით. ჩანართების და დამატებების კვალი არ არსებობს. რუსული რეგულარული არმია თბილისისაკენ ახალ გორიდანაც დაიძრა მოზდოკის ავიაბაზიდან უკვე აფრინდა რუსული ავიაცია, რომელმაც 13 მარტის ქრონიკას მასობრივი პანიკა და მსხვერპლი მოყვა. პრეზიდენტმა კი გადაცემასთან მისი კავშირი მეორე დღესვე ბოლნისში გამართულ შეხვედრაზე გამორიცხა. მე მიმაჩნდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო წარწერად ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლო იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლო იყო იმასთან, რაც შეიძლება მართლა რომ მოხდეს, ან რაც აქვს თავის თავში ტვინში საქართველოს ტერს.